ერთ საინტერესო თემაზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. იცით თქვენ ვინ არის ირაკლი ქადაგიშვილი? იცით? ალბათ იცით. ეს არის ის გახლავთ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტში. ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკაში არის 2025 წელია, ახლა როგორც მინიმუმ გეტყვით 37 წელიწადია. 36-37 წელიწადია. არის 88 წლიდან, ალბათ მაინც მახსოვს მე. ირაკლი ქადაგიშვილი შესაბამისად ის უკვე 10 წლებია, 4 წელი იქნება მალე 88-დან არის ქართულ პოლიტიკაში. ეხლა ბოლოდან დავიწყებ თქვენის ნებართვით. ახლა რომ ქართული ოცნების დეპუტატია, მანამდე სად მუშაობდა, როგორ გონიათ? მანამდე ირაკლი ქადაგიშვილი 2013-14 წლებში, თუ არ ვცდები, იყო ირაკლი ალასანიას პარტიის თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე. მანამდე თუ მერე იყო კახეთის გუბერნატორი, მერე უფრო, ულახდილად გეტყვით, ანუ მიეტენა ქართულ ოცნებას და კახეთის გუბერნატორი იყო. მანამდე, ანუ თავისუფალ დემოკრატებამდე ის იყო საპატრიარქოს ფონდის, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ის იყო საბაჟოს დეპარტამენტის უფროსი, თუ არ ვცდები. ეს 4 პოზიცია ჩამოვა სახელე მისი, მთავარ პოზიციამდე მივალ, მეხუთე პოზიცია, არ მინდა შემეშალოს, თუ არ ვცდები, ასე ჰქვია, თუ ერქვა პარტიას, ჰქვია ხალხის პარტია, მამუკა გიორგაძეც იქ იყო, ის ყოფილი ეროვნულ დემოკრატი, იქაც იყო ირაკლი ქადაგიშვილი, ანუ სად არ იყო 3 ათეული, 4 ათეული თითქმის წლის განმავლობაში, ოპოზიციაშიც იყო, მეთქი ასე ვიტყვი, განა არა, ხო, ვითომ იყო უფრო ზუსტი რომ იყო და რა საკვირველია ჩვენ ის გავიცანით 80-იანი წლების მიწურულს 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე საბაჟოში წავიდოდა, ხო, მან ჩვენ გავიცანით ის ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან EDP-ში იყო არა პირველ რგოლში, არა მეორე რგოლში, არამედ მესამე რგოლში, დაახლოებით იქ სადაც იყო ოდნავ წინ, ოდნავ უკან გია კობახიძე, მამა მშობელი ირაკლი კობახიძისა. არა, ის მეორე რგოლში, სადაც იყვნენ მამუკა გიორგაძე, ვანო ხუხუნაიშვილი, ის არ ყოფილა. პირველ რგოლში მით უმეტეს, სადაც მარტო იყო ალბათ, აინც ასე უნდა ვთქვა, გია ჭანტურია, ვიდრე მის მკვლელობამდე. ხო და ირაკლი ქადაგიშვილი იყო მესამე რგოლის სპიკერი, არ მახსოვს იყო თუ არა და ალბათ იყო, 88 წლის ნოემბრის 22-ში რომ დაიწყო და 29-მდე რომ გაგრძელდა იმ აქციებზე თუ იყო და ალბათ იყო, მიაჩეჩებდნენ ხოლმე ალბათ მიკროფონს და როცა სპიკერი შემოაკლდებოდა იმ აქციას უცნობილეს შიმშილობას, პირველ შიმშილობას, ასე ვიტყვი, პირველ მასშტაბურ შიმშილობას, მიაჩეჩებდნენ ხოლმე სპიკერი რომ შემოაკლდებოდათ დიდ ლიდერებს, დიდ სპიკერებს, ეროვნული მოძრაობის პირველ რგოლში მყოფებს, გიას, მერაბს, ზვიათს, სხვებს და აი როცა იქნებოდა, მასაც მოუწევდა ხოლმე რიგი გამოსვლისა, არ მახსენდება მას რამ ეთქვას, ან მით უმეტეს რამ ჭკვიანური ეთქვას იმ ხანად. მოკლედ ირაკლი ქადაგიშვილი იყო ისეთი, როგორიც არის. საპატრიარქოს ფონდშიც იყო, აქ იგითხარით, საბაჟოშიც იყო, აქ იგითხარით, ხალხის პარტიაშიც იყო, აქ იგითხარით, თავისუფალ დემოკრატებშიც იყო, გუბერნატორიც იყო და ახლა არის ისიც თქვენ თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, იმ თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, რომელიც მიშას დროს სომხეთში ელჩი იყო, ანუ ნაცი იყო, ნაცი ესე რომ ამბობენ ხოლმე. და არც თუ მეხუთე ხარისხოვანი ნაცი, იმ თენგიზ შარმანაშვილთან ერთად EDP-ში იყო მესამე ან მეოთხე რიგში, არა, თენგიზ შარმანაშვილი მე მგონი კიდე უფრო უკან იყო, ვიდრე ირაკლი ქადაგიშვილი, ეგრა მაგის პასუხია, ვიდრე ცოცხალი იყო და EDP-ს სიძველი წარმომადგენლებისაგან ვიცი ეს ყველაფერი, მოარული ხმებია, მაინც მოდით უგნებავთ ასე ვთქვათ, ვიდრე ცოცხალი იყო გია ჭანტურია, თუ რამ არ მოეწონებოდა, სწორედ ირაკლი ქადაგიშვილისა და ალბათ სხვებისაც ეუბნებოდა ასე. ის ხო თეოდემოკრატი, ხო თეოკრატიის მომხრე პოლიტიკოსი იყო გია ჭანტურია, გარდაცვლილი და მოკლული. ხო, 35 თუ 45-41 მეტანია და ის მეტანიებს აკეთებდა ეს მაშინ ახალგაზრდა კაცი. ეხლა ეს არის ერთი ამბავი, რომელიც საიდანაც დავიწყე ეს ყველაფერი. მეორე ამბავი არის ის, რომ დღეს მოცემულ ეტაპზე ირაკლი ქადაგიშვილი სპიკერია ქართული ოცნებისა ხალხთა და ერთ-ერთი ლიდერია პარლამენტში ქართული ოცნებისა. ქართული ოცნება კი არის მატყუარათა პარტია და ჟურნალისტები სწორ შვებიან ხოლმე რომ გამოეკიდებიან ამა თუ იმ დეპუტატს ასე მაგალითად და ჩაეკითხებიან და გამოიჭერენ ხოლმე.
1, 2, 3, რა ვიცი 99-ს. გამოიჭერენ ხოლმე და დაკითხავენ ხოლმე, მაგრამ ის გამოჭერები ჩემი კოლეგების მხრიდან მათი არის ოპერატიულ საკითხებზე, აი მიმდინარე საინტერესო საკითხებზე, რომლებიც ცხადია აქტუალურია და ცხადია პასუხგასაცემია ამ ბანდის წარმომადგენელთა მხრიდან, ესა თუ ის თემაზე, ამა თუ იმ თემაზე აქვს გასაცემი პასუხი. მაგალითად, მანჩო გიორგობიანის თემაზე, რო გამოიჭირო ეხა ნებისმიერი ბანდიტი 99-დან საქართველოს პარლამენტში, ისე და დაუსვას ამი 4 შეკითხვა ბრინჯივით, აი ჩინური ბრინჯივით დაიბნევიან ხოლმე, თან უყვართ ეს მანჩო, თან ედაქალებიან, თან დაიჭირეს ეს მანჩო, თან მანჩომ გელაძეს აგინა, თან მანჩომ იქ რაღაცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მამუკა ჩარკვიანის შვილს ხოვა მამაც გარდაცვლილი მამუკა ანუ თაკო ჩარკვიანის მიშვილს ჯანსუღის შვილიშვილს იმ ჯანსუღის შვილიშვილმა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს და სამწუხაროც იძალა და ასე შემდეგ და ოღონდ ქართული ოცნებაზე გადავიდეთ ისევ დაიბნევიან რასაკვირველია და ბრინჯივი დაიბნევიან ჩვენ სამწუხაროდ გამოგვრჩება ხოლმე ჩემს კოლეგებს ის არსებითი კგბ-შნიკური ტყუილები რომლებსაც ქართული ოცნების დეპუტატები ყველანი, მაგრამ განსაკუთრებით ქართული ოცნების დეპუტაციიდან აი ესეთი ყველაზე ცნობილები შემოგთავაზებენ ხოლმე და ეს არის კგბ-შნიკური რატომ იცით? ხანდახან სიმართლე წასწდებათ, ამ სიმართლის გამო დობას მოიპოვებენ, აი დაიჯერებ, დედამიწა მრგვალია, გეტყვის ნინო წილოსანი და დედამიწა მართლაც მრგვალია, ბუტრირებ ცხადია, დედამიწა არ არის ბრტყელი, ამას გეტყვის ის ჭიჭინაზე ოღონდ სახელი არ მახსოვს, დაიჯერებ თითქოს 8 ამგვარ რამე სიტყვის და მე ტყუილს კი დაგიმატებს ზემოდან და აღმოჩნდება რომ ატყუარები არიან და თუმცა დობაში შემოვიდნენ და თავი მოგაწონეს. ირაკლი ქადაგიშვილიც არ არის გამონაკლისი. ირაკლი ქადაგიშვილიც ამგვარ ტყუილებს, კონცეპტუალურ ტყუილებს ამბობს, საკმაოდ ხშირად უბრალოდ მედიას ეს კონცეპტუალური ტყუილები გამორჩება ხოლმე აბსოლუტურად ბუნებრივიც არის ეს. იმდენად ბევრი ცეცხლია გახსნილი, იმდენად ბევრი ოპერატიული ამბავი არსებობს და იმათ უნდა ზდიო და გამოეკიდო რა ირაკლი ქადაგიშვილის ტყუილები. ამაში ჩემპიონი არის რაგვარია ის პაპუაშვილი რუსი. ჩემპიონთა შორის ჩემპიონია, რასაკვირველია FSB-დან იღებს ინსტრუქციებს, ევროკავშირი და ბრიუსელი უკაცრავად დასცილდა ევროკავშირს. ან რაღაც უფრო უარესი ბრიუსელი დღევანდელი ჰგავს გუშინდელ მოსკოვს ჩაგაწვეთა. საზოგადოების წარმომადგენელო ხაშურიდან, დედოფლისწყაროდან, ახალქალაქიდან, ქედადან, მესტიიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, თელავიდან, გორიდან ჩაგაწვეთათ, რომ ნახეთ როგორი ოსტატია ბჭყალებში რასაკვირველია, რომ აი მოსკოვი როგორი ცუდიც იყო ჩვენთან მიმართებაში, ისეთივე ცუდია დღეს ვიზიტელი, ვოლსკის ენაზე რომ თქვათ, ბრიუსელი და მე გაივლის რომელიმე დედოფლისწყაროველი ქუჩაში და შეიძლება ქუჩის ინტერვიუში იგივე საავწუხაროა, მაგრამ მაინც გაიმეოროს. ეს არის FSB-ს მეთოდი. FSB ასეც ცდილობს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ტვინთა რეცხვას. ეს მთელი ოპერაცია ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ წამოვაყრანტალა. ისედაც წამომყრანტალებელმა შალვაია პაპუაშვილმა, რომლის ბიოგრაფიასაც გავეცანი დამატებით რამდენიმე ხნის წინ, 2-3 დღის წინ და აღმოვაჩინე, რომ თავადაც Deep State-ის წარმომადგენელი ყოფილა, როდესღაც. ეხლა მე ნაჩალნიკ პაპუაშვილზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ უფრო და სწორედაც რომ ირაკლი ქადაგიშვილზე და ისიც გაცნობიერებული აქვს თუ არა ამისგან დამოუკიდებლად და გაცნობიერებული აქვს ჩემი აზრით, ისიც გინდა არ გინდა ამ არსებით ტყუილებს გვაწვეთავს ხოლმე, ჩააწვეთებს ხოლმე ქართულ საზოგადოებას, რომლებსაც ახლანდელ დროში კი არ მოაქვთ ნაყოფი, არამედ გრძელვადაზეა გათვლილი, გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, არ ვიცი, 2 წლის შემდეგ ვინმე შეიძლება გაიმეოროს და დაიჯეროს. კიდეც მით უფრო ეს კამპანია როგორც ასეთი, აი ესე ხო, ჯაჭვივით აეწყო და ასე შემდეგ. ასე შემდეგ აი ესე უნდა ჩამოიკიდოს თითოეულმა მათგანმა კისე ამგვარ თოგზე თავი უნდა ჩამოიხჩოს, ვუტრირებ რასაკვირველია იმის გამო, რომ მათი მხილება გარდაუვალია, ეს მხილებაც და უკვე საომავლო მხილებებიც ამგვარობაში ჩამოსახრჩობი ექნებათ თავი. ეხლა რა ტყუილი
არსებითი ტყუილი შემოგთავაზა ბანდიტმა რუსეთის სამსახურში თურმე ეჰროდიდან მყოფმა ირაკლი გადაგიშვილმა, მაგრამ ვიდრე იმ ტყუილზე ვილაპარაკებ, ახლა სწორედ ამ ბოლო წინადადებაზე გავამახვილებ, ჩემს ბოლო წინადადებაზე გავამახვილებ ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში დაფუძნებულში გასული საუკუნის 80-იან წლებში, 90-იანებში, ოდნავ ადრე, ოდნავ გვიან, ყველაში უკლებლივ ყველაში, ვინც ხელისუფლებაში იყო ან არ იყო, მაგალითად მოქალაქეთა კავშირში, მრგვალმაგიდაში, ნაციონალურ მოძრაობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველგან და ხელისუფლებებთან ვინც იყვნენ, არის ყოფილა თურმე უამრავი აგენტი, რომელთა ნაწილიც სულაც არ აცნობიერებდა და ვერ აცნობიერებდა, რომ აგენტი იყო. და ზოგი მათგანი, თო ბევრი მათგანი აცნობიერებდა კი არა, ღიად თანამშრომლობდა ყველა სთან სუსში, ვინც რუსეთს ემსახურებოდა და უშუალოდ კგბ-სთან, ფსბ-სთან. აი ხა ვინ დავასახელო და გადავეკიდე ამ გოგა ხაინდრავას. გოგა ხაინდრავა საზოგადოებისათვის ცნობილი, არ მეტნაკლებად ცნობილი გახდა იცით რა კარგი ამბის შედეგად და შემდეგ 1989 წლის 9 აპრილის კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი თუ ყველა არა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედაც რომ გოგა ხაინდრავას გადაღებულია YouTube-ზე რომ ჩართოთ და ნახოთ აკრიფოთ 9 აპრილი და ეს ძიმე ტექნიკა რომ შემოდის ბრონირებული მანქანები რომ შემოდიან და ქართველები რომ ხვდებიან და გოგოები ქალბატონები რომ გამორბიან და იქ რომ იყო საშინელება რომ დატრიალდა და მე ნაჯახებით ორლესული ნაჯახებით რომ აჩეხეს ჩვენი მომიტინგეები ხო კადრები ამის თაობაზე პირველ დღეს 99 წელს 9 წლის 9 აპრილს სწორედაც რომ გოგა ხაინდრავას გადაღებულია ტაში უნდა დაუკრათ თითქოს მაგრამ გამოხდა ხანი და აი ეს კარგი რეჟისორი რომ უნდა ყოფილიყო თან კარგი კადრებია სწორი კადრებია აი კონცეპტუალურად სწორი კადრებია ეს კაცი აღმოჩნდა რომ ყველა ხელისუფლების პირობებში იყო მათ შორის მიშა სააკაშვილის პირობებშიც ახლაც არის მიუხედავად იმისა რომ პორტფელი არ უჭირავს ის უპორტფელო მინისტრია ახლაც იმიტომ რომ ბევრ რამეს წყვეტს და წინა ხელისუფლებასთან ოლიგარქებთანაც იყო წინა ხელისუფლებასთანაც იყო და ლაბის ყველასთან იყო აი ცნობილი სასამართლო პროცესი როა გია ჭანტურია ხსენებული ზვიად გამსახურდია ზურაბ ჭავჭავაძე და სხვები რომ მონაწილეობენ ის ხალხს აქარია ლაშქარაშვილის თემა როა და ასე შემდეგ თამარ ჩხეიძე იდინა სარიშვილი კაკო ბაქრაძე ჯუმბერ კოპალიანი იქით ირაკლი შენგელაია ირაკლი წერეთელი ვინ არ არის ხო იქაც კი ეს კადრები აგვარია იმ ხაინდრავა გოგას გადაღებულია რომ იცოდეთ მაინც ანუ ყველგან იყო მიტენილი მეთქი და გოგა ხაინდრავა მე უკვე გამოხდა ხანი და აღმოჩნდა რომ არის რუსეთის სამსახურში და ეს ფაქტია ყოველი მისი განცხადება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში 22 წლიდან ცოტა ადრინდელი პერიოდიდანაც მაგრამ 22 წლიდან განსაკუთრებით არის მადასტურებელი რომ ის რუსეთის კაცია საქართველოს უარი უნდა თქვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. პირდაპირ მხილებაა ეს, პირდაპირ საბუთია, რომ ის რუსეთის სამსახურშია. საქართველოს ებრძვის ევროკავშირი თუ ნატო თუ დასავლეთის შეერთებული შტატები. პირდაპირ მხილებაა ეს, მადასტურებელია, რომ ის რუსეთის სამსახურში ეს არ არის თავისუფალი აზრი. ყველას ხომ აქვს აზრის გამოთქმის უფლება. რასაკვირველია, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მათ შორის სულელური აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როდესაც ამ კონტექსტში ამას ამბობ, ეს თავისუფალი აზრად წოდებული აზრი არის რუსეთის აზრი. რუსეთის აზრიც არის თავისუფლების რუსული აზრიც არის სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქცეული, თუმცა მე რო ხელისუფალი ვიყო, ლუსტრაციის კანონს იმგვარ ლუსტრაციის კანონს მივიღებდი, რომ ბევრ მათგანს, ჯავრდები განსაკუთრებით, ბევრ მათგანს ლაპარაკის შესაძლებლობა უბრალოდ არ ექნებოდა. მე გეტყვით, ოდესმე გეტყვით, რატომაც ან როგორც მივიღებდი, ან რატომ არის აუცილებელი ეს ცხადია გადავაჭარბე ლაპარაკის უფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ უნდა შეიზღიდოს სამარგინალო პირთა აზრთა ტირაჟირება ჩვენ სინამდვილეში. დავუბრუნდეთ ირაკლი ქადაგიშვილს, ჩემი აზრით, გოგა ხაინდრავასი არ იყოს, ისიც რუსეთის სამსახურში არის და ეს ჩაწვეთებული ტყუილები, ჩაწვეთებული რუსული ნარატივები არის ამის თვალსაჩინო ებები და მადასტურებელი. ხო და ამ ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც ყოველ მეორე საკითხზე აკეთებს ერთმანეთზე უარეს კომენტარს, ახლა ხან მას უთქვამს, ნახეთ, წინადადება ორ ნაწილიანია. ერთი სწორია ამ წინადადების სწორი ნაწილია ამ წინადადებისა, მეორე არასწორი და არსებითი ტყუილი. ირაკლი ქადაგიშვილი, მთელ ნატოში საუკეთესო კონტინგენტი ყავდა
სწორია, თულთლად საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც, ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვინც კი ოდესმე მონაწილეობდა ნატოს სპეცოპერაციებში, ჩვენი კონტინგენტი სწორედაც რომ საუკეთესო იყო, ნამდვილად აღმოსავლეთ ევროპასაც მივაცვლით, უგნებავთ და კიდევ ბევრ დასავლურ ევროპულ სახელმწიფოსაც, რასაკვირველია და აქვე წინააღმდეგობას კი არა ამთავრებს, არამედ აგრძელებს. და ერთი თოფიც კი არ უშუქებიათ თქვენთვის და ჩვენთვის და ეს არის არსებითი ტყუილი. ნახეთ, ის დასჭირდა პირველი ამბავი, რომ საუკეთესო კონტინგენტი გვყავდა, დასჭირდა არა იმიტომ, რომ ფაქტის კონსტატაცია მოეხდინა, არამედ იმიტომ, რომ სწორედაც რომ მეორე წინააღმდება ეთქვა და ეს არის არსებითი ტყუილი და მე გეტყვით რატომაც. 2019-2001 წელია უსაშინლესი ამბები ხდება საქართველოში, იცით თქვენ, რუსეთი ითხოვს და აქ ყავს დასაყრდენები, შევარდაძის პერიოდია, რუსეთი ითხოვს ანტიტერორისტული ოპერაცია, ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას საქართველოში, პუტინი ითხოვს, მოდი ესე ვიტყვი, პუტინი როგორც პრემიერი, პუტინი როგორც პრეზიდენტი უკვე შემდგომ პერიოდში, აქ არიან პატრუშევი, მხანად ახალგაზრდა, ბორტნიკოვი, მხანად ახალგაზრდა, მთელი FSB ამუშავებულია საიმისოდ, რომ აქ ჩაატარონ ერთობლივი ოპერაცია და აქედან ვითომ და განდევნონ კი არა, აიყვანონ ჩეჩენი საველე მეთაურები და რომლებიც გამოექცნენ, ხო, წამოვიდნენ სამხრეთით, ასე ვიტყვი, და გააიყვანონ ეს ჩეჩენის საველე მეთაურები და ან გაანადგურონ ისინი სწორედაც რომ საქართველოს ტერიტორიაზე და მეცას გეტყვით, ამაზე არ არის კმაყოფილი, ამაზე არ არის, მხოლოდ ამაზე არ არის ყაბულ რუსეთი, ის ითხოვს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრების პრაქტიკულად ბაზების გაკეთებას. ხო და აი ეს პერიოდია და რას უპირისპირებს ამას ქართული სახელმწიფო, როგორ გონიათ? ქართული სახელმწიფო მეთქი ამას რომ ამბობ, მე ქართულ სახელმწიფოზე ვლაპარაკობ, რასაკვირველია, მაგრამ აქ არ გულისხმობ ქართული სახელმწიფოს ცალკეულ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც მაშინაც 90-იანი წლების მიწურულია, 2000-იანი წლების დასაწყისია, არიან რუსეთის სამსახურში. არ გულისხმობ შინაგან საქმეთა მინისტრს, არ გულისხმობ უშიშროების მინისტრს, არ გულისხმობ ბევრს. მაგრამ ისლამის გავლენის ორგანიზაცია ისლამისტური გავლენების სივრცედ არის გარდაქმნილი საქართველოს, ამას გეუბნება უკაცრავად პრავოსლავნი, ასე უნდა თქვა რუსეთი და შენ როგორღაც უნდა დაუსხლტე ამ ყველაფერს, ეს განსაკუთრებით 9/11 ან 2001 წლის შემდეგ არის ეს ნარატივი გააგრძელებული და მართლაც ხდება რაღაც ტერორისტული აქტები არა მაინც და მაინც საქართველოში, მაგრამ მაინც ჩეჩნეთის განადგურება უკვე გადაწყვეტილი კი არა მიმდინარეობს და ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას ითხოვენ აჭარაშიც და არა მხოლოდ აჭარაში, ეგრა მაგის პასუხია რისკი შემოჭრისა რუსებისა არის, რუსების შემოჭრის რისკი არის ძალიან მაღალი, გილაევის შემოდის აქ მარშით მეთქი რეიდით უფრო ზუსტი რო იყო, ესეც ფაქტია და ასე შემდეგ და ამ დროს საქართველოს ამერიკელების დახმარებით, აი გახსოვთ, გადაგიშლება თქვა ერთი ფილთა თოფიც, ერთი იარაღიც, ერთი თოფიც კი არ უჩუქებიათო, ტყუილია. ამ დროს საქართველოს შევარდაძე ამ განაცხადების მიმღები, მაგრამ მოამზადა რასაკვირველია ძალიან ძლიერმა ჯგუფმა და ირაკლი ალასანია ვახსენე, ხო? ირაკლი ალასანი არ არის მეოთხე პირი ამ ძლიერ ჯგუფში, ირაკლი ალასანი არის მეორე პირი ამ ჯგუფში, ამ მეორე პირთა შორის უნდა შევაქოთ ირაკლი ამ შემთხვევაში და სხვებიც უნდა შევაქოთ. ეხლა მე ყველას პრაქტიკულად ყველას გვარი ვიცი, მაგრამ ეხლა აღარ გავაგზელებ ამ თემაზე საუბარს, ატარებს ძალიან მაგარ ოპერაციას და ეს ჩვენ ვუერთდებით ანტიტერორისტულ კოალიციას და პანკისში რადიკალური ისლამის წინააღმდეგ საბრძოლველად იწყება ამერიკული ჩვენი ჯარის წვრთნის და აღჭურვის პროგრამა და როგორც კი რუსეთი ამას დაინახავს, იქ არის უცნობილესი კადრები, უცნობილესი ამბავი, როდესაც შევარდნაძეს პუტინის ესეთ სხვა ლიდერებთან ერთად გამოდის და ეს ამბობს ესეთ რაღაცას, რომ რა უფლებით გააკეთეთ, როგორ არ შეგვითარხმეთო და მე ტრიალდება. შევარდნაძის ფონდსა აქ გავრცელებული ეს კადრები თუ არ ვცდები ალმატა და შესაძლოა ვცდები ალმატიდან, თუ არ ვცდები ნაზარბაევი, ლუკაშენკო ახალგაზრდა, პუტინი ახალგაზრდა, შევარდნაძე, ალიევი, სხვები და ამ დროს შევარდნაძე ჩერდება, დიდო სტატი იყო ამ ამბავში, ედუარდ შევარდნაძე და უკაცრავად რუსულისთვის, მაგრამ შევარდნაძე ახლობით ასე ამბობს ადნუ სეკუნდუ და ადნუ სეკუნდუს შემდეგ იწყებს შევარდნაძე ეუბნება პუტინს თავარ სათქმელს, რომ შენ
არა ხარ ჩემი უფროსი, მე ჯერ ერთი ვრეკავდი, ჯერ ერთი მინდოდა შემეთყობინებინა ამის დაობაზე, მაგრამ არც მოხვედით ყურბულთან, არც მიპასუხეთ და რომც იყოს ასე საქართველოს სუვერენული ქვეყანაა და თქვენ გამოდით ამ იმპერიული აზროვნებიდან და ნუ ვკარდა ხოვთ ჩვენი ნება ამერიკელებს მოვიწევთ თუ მარსიანელებს, მე ხა შინაარს გადმოგცემთ და არა მაინც და მაინც სიტყვა სიტყვით. მოკლედ, ასე დაიწყო წუთისა და აღჭურვის პროგრამა და ამერიკელებმა ერთი თოფი რომ არ უჩუქებიათ თურმე ამ რუსეთის სამსახურში მყოფი ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, რომელიც გაწვეთებთ ამ რუსულ ნარატივს, ხო, რომ ამერიკელები ცუდები არიან, ჩვენ ვემსახურებოდით და ისინი არაფერს არ გვაძლევდნენ ჩვენ, აი ეს არის მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი, ასე იწყება ამერიკელთა შემოსვლა, ამერიკელი ინსტრუქტორების შემოსვლა საქართველოში. ამას მოხვება მე კომანდოსის ბატალიონების გაწვრთნა, ხო? წვლისა და აღჭურვის პროგრამა მოხვა რამდენიმე სხვა სხვა ქვეყნებშიც წარიმართა განმეორდა ამგვარი პროგრამები. 2004-დან 7-ში ერაყში საქართველოს ქვედანაყოფების გადასრულისთვის განკუთვნილი საქართველოს შენარჩუნებისა და სტაბილურობის ოპერაციის პროგრამაც დაიწყო უკვე შემდგომ 2009-20 წლებში საქართველოს ავღანეთში მონაწილეობდა ამ უზარმაზარ ოპერაციებში და რაც საკვირველია ჩვენ ვიყავით კონტრიბუტორები საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ დასავლეთიც უზრუნველ ყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას ბარემ რო ვიცოდეთ. 2016-20 წლებში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა განხორციელდა, რომლის შემდეგაც ამერიკელებმა გაწვდეს საქართველოს ყველა ქვეითი ქვედანაყოფი ასეულის დონეზე GDRP 20-ლებამდე მომზადება იყო ჩვენი ვალდებულება და უკვე მეცნեք ჩვენ ასეულები გაწვდეს და მე უკვე 20-ლებამდე ჩვენ ჩამოვედით 2021-დან დღემდე DDEI საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ორიენტირებულია ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. 2020 წლის მონაცემებით 2014 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თითქმის 100 მილიონი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გაუწია, ოღონდ ირაკლი ქადაგიშვილი ამ ყველაფერზე არ გესაუბრებათ, აღარ ვილაპარაკოთ იმაზე სხვა მხრივ, მაგალითად დელტაში, რომელიც გარკვეული სახის იარაღს აწარმოებს, მოდი ასე ვიტყვი, საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს, ან უნდა აწარმოებდეს, ხო? დელტაში რა კონტრიბუცია აქვს შეტანილი ამერიკელებს, მაგალითად რა აქვს კიბერ უსაფრთხოების სფეროში შეტანილი, მაგალითად რა დიდი უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი კწარისის სამხედრო ბაზის მშენებლობაში JTEX გულისხმობ და არა მხოლოდ JTEX გულისხმობ, მაგალითად ვაზიანთან მიმართებაში, მაგალითად საჩხერესთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ამას ყველაფერს ბანდიტი ირაკლი ქადაგიშვილი არ გეუბნებათ და არ გეუბნებათ აბსოლუტურად შეგნებულად. მან იცის, რომ ეს ყველაფერი ასე წესით უნდა იცოდეს, მაგრამ ხოჩასაწვეთებელია, რომ ამერიკა deep state-ია, ტრამპი deep state-ია, ყველა deep state-ია და ამ ბიზნესსა და ღვთისმშობლის რჩეულ საქართველოს ებრძვიან, რომელიც ღვთისმშობლის რჩეულ საქართველოს მართავს. დიქტატორი ვარ მე, ამბობს ბიზინა ივანიშვილი და თუ ელაპარაკებით დიქტატორ ლუკაშენკოს და ელაპარაკებით დიქტატორ ალიევს, მელაპარაკეთ მეც დიქტატორი ვარ, ვერ გაუგიათ ამათ, რატომ არ ელაპარაკება დასავლეთი ბიზინა ივანიშვილს. იმიტომ კი არა რომ დიქტატორია, ეს მოცემული ამბავია, არამედ იმიტომ რომ საქართველო არ იყო დიქტატურა და დიქტატურაში შეინაცვლა, ანუ ჩვენთან არის დემოკრატიის უკუსვლა კი არა, დემოკრატიის კატასტროფა. ბელარუსი იყო დიქტატურა და დიქტატურა დარჩა. ალიევი იყო დიქტატორიტარიზმი და დარჩა ავტორიტარიზმად. მას არა აქვს დაღმასვლა ან აღმასვლა, მას აქვს სტაგნაცია დემოკრატიული არ განვითარების, ან თუ გნებავთ ესე ვიტყვი, განვითარება არ განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი დინამიკა არის კატასტროფული. ეს ხომ გითხარით. ეხლა კიდევ ერთ რამეს ვიტყვი და აჩვენებთ უფრო ზუსტი რო ვიყო, ამას ხო ხედავ. კარგად ხო ხედავ ბიზინა. ხო ხვდები ეს რა არის? ეს არ არის თოკი, რომელზეც თავის ჩამოხრჩობა გმართებს. არა.
ეს არის ლასო ჰქვია, ხო? ესე რომ გადააგდებენ ხოლმე ველად გაჭრილი მოუთვინიერებელი მუსტანგების წინააღმდეგ და ამით დაიჭერენ ხოლმე, ხო ლასო ჰქვია, ლასო კი. დაიჭერენ ხოლმე. შენ მოუთვინიერებელი მუსტანგი კი არა ხარ. არა, შენ ხარ სრულიად არაადეკვატური გიენა. ამით იჭერეთ თუ არა გიენებს მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ და მთელი დასავლეთი ამით გამოგიჭერთ შენ გამოჭერილი ხარ კიდეც პრინციპში და ამიტომაც დასრულდება შენი მართლობა და შენი მატყუარების მართლობას დასრულდება შენი მატყუარები მოყვებიან შენ. ნახვამდის.